თუ ეს ვიდეო შეგხვდათ, აუცილებლად შეინახეთ, რადგან ბევრ რამეს ისწავლით about-თან დაკავშირებით, ეს არ ნიშნავს მარტო შესახებ. მე გიორგი ქარელი ვარ, ინგლისური ენის ონლაინ მასწავლებელი და აქვე აღვნიშნავ, რომ 20 აპრილიდან ვანახლებ მეცადინეობას აღდგომა ადაგების შემდეგ და იწყება მომდევნო ამ წლის მომდევნო დასკვნითი ეტაპის სწავლების და შეგიძლიათ შემოერთეთ ჩემს ინგლისური ენის გაკვეთილებს. ნახეთ, ნამდვილად ნიშნავს შესახებ და ეს გამოიყენება, როცა ვსაუბრობთ რაღაცასთან დაკავშირებით, რაღაცის შესახებ და მაგალითი შეიძლება ვთქვათ ასეთი. This book is about animals. ეს წიგნი არის ცხოველებთან დაკავშირებით, ცხოველების შესახებ. შემდეგი არის დაახლოებით. ეს ესეც ხშირად გამოიყენება ხომ და არის ნაცნობი ხშირ შემთხვევაში მოსწავლეებისთვის. It costs about 15. ის ღირს დაახლოებით 50. შემდეგი არის about, ასევე შეგვიძლია გამოიყენოთ ირგვლივ, აქეთ იქით, აი რაღაცის დასათვალიერებლად რომ მიდიხარ ძირითადად ქალაქთან დასათვალიერებლად გამოიყენებთ ხოლმე. მაგალითად, he is walking about the city. ის დადის ქალაქის დასათვალიერებლად. ანუ აქეთ იქით დადის ამ ქალაქში რომ დაათვალიეროს. შემდეგი არის be about to. მალე მოხდება რაღაცა. და ასეთი მაგალითი შეიძლება ვთქვათ. I am about to leave. მე მალე ვაპირებ წასვლას, ანუ მალე მოხდება ის რაღაცა, რომ მე წავალ დავტოვებ სიტყვაზე აქაურობას. შემდეგი არის how about, რა სიტყვი. How about a coffee? რა სიტყვი ყავასთან დაკავშირებით, ანუ ყავაზე რა სიტყვი, ხომ არ დავლიოთ ყავ, ეგეთი რამე არის how about coffee, how about a coffee, რა სიტყვი ყავაზე. შემდეგი არის what about, რა სიტყვი, რა ვქნათ. What about you, რა სიტყვი თქვენთან დაკავშირებით, შენზე რა სიტყვი. ესე შეიძლება გამოიყენოთ და be about, ნუ ამ be-ში იგულისხმება, როცა სვავ am, is-ა და are-ს. ანუ იმის მიხედვით რა არის წინ მოქმედი პირი, ვინ არის ჩასმული. მოკლედ, საქმე ეხება რაღაცას, როცა რაღაცას ეხება საქმე, რაღაცას ეხება ეს საუბარი. Life is about happiness. ცხოვრება არის ბედნიერება, ან ეხება ბედნიერებას. Be about, ამ შემთხვევაში გამოიყენებთ ასე, life is about happiness. მოკლედ, ფიქრობ, რომ საინტერესო არის, რადგან გარდა ამ შესახებს და რაც კიდე ნაკლებად იციან, მაგრამ იციან დაახლოებით ამის გარდა, შეგვიძლია გამოიყენოთ სხვა კიდევ დანარჩენ სუნთლიანობაში 7 შემთხვევაში. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად შეინახეთ, გადააზიარეთ. ეს მეგობრთანაც გამოჩნდება ამ შემთხვევაში. წარმატებებს გისურვებთ ყველას მომდევნო შეხვედრაზე.